ფიქრობ, რომ შონს შეეძლო მყისიერი რევანში მიიღო მერაბთან. შონი ძალიან იმედგაცრუებული იყო იმ დაწყევლილი ბრძოლის შემდეგ. სხვადასხვა მიზეზების გამო. პირველ რიგში ნებისმიერ მებრძოლს გამარჯვების ან მარცხის შემდეგ აქვს გარკვეული ემოციური ვარდნა, ეს უფრო მძაფრად იგრძნობა, როცა მარცხდები. იმ ბრძოლაში შონმა რეკორდი დაამყარა. ის პირველ ადგილზე იყო კონორ მაკგრეგორსაც გადაუსწრო. დიახ, რეკორდი აქვს. შესაძლოა არ იცოდე. არც უნდა იცოდე. რადგან ეს არასდროს გახმაურებულა. ცალკე შონს უნდა აღიზიანებდეს, აი მე პირადად მაღიზიანებს. იცოდი, რომ მან ჩაატარა ყველაზე შემოსავლიანი ცოცხალი ივენთი ისტორიაში. მათ შორის კონორ მაკგრეგორის ბრძოლებზე მეტი. ყველაზე. გულისხმობ შონის ბოლო ჩხუბის შემოსავლიანობას. რა თქმა უნდა, სფეროს ამაში დიდი წვლილი მიუძღვის. წინა რეკორდი ეკუთვნოდა Madison Square Gardens. სადაც კონორმა და ედი მსგავსი ბიზნეს შოუ Madison Square Garden-ში მოაწყოს. მაგრამ ეს ამ ისტორიის ნაწილი არაა. ვინც ბარათის მთავარი მოვლენაა ჩხუბის ღამეს რეკორდსაც ისფლობს. გეუბნებით, შონის ეს წარმატება არავის დაუნახავს, არამც თუ არავის უღიარებია. შეგიძლიათ გუგლში ნახოთ, ვერსად იპოვეთ. თუ რა თქმა უნდა, სადმე არ წააწყდებით ჩეილს. არსად ყოფილა აღიარებული. შემდეგ უნდათ მოიყვანათ ნურ მაგომედოვი და დაპირისპირებოდა შონს ისე როგორც დვალიშვილი დაუპირისპირდა შონს. ყოველგვარი აზრის კითხვის გარეშე. შონი ორივეს დაუპირისპირდებოდა, ეს დადასტურებული ფაქტია. ვერ იტყვი, რომ ის უმიზეზოდ გაბრაზდა, რომ მას არ შეუძლია საკუთარი კარიერა ითამაშოს ისე როგორც ამას სხვები აკეთებენ. და რომ გამოვიდეს პუბლიკაში, რაც არაერთხელ ქნა და კარგი ურთიერთობაც დაამყარა, დაიწყოს აზრების მოზიდვა, რისი შანსიც სხვა ყველას ეძლევა. და მოაჩვენოს, თავი თითქოს ამის გამო არ გაღიზიანდებოდა, რომ მისი შემდეგი ოპონენტი ჩამოუფრინეს, გვერდზე დაუსვეს და წიგნაკით შეისწავლის შონს. შონი კი ამბობს, იცით რა, არ მაინტერესებს, მე გავდივარ. თავის მწვრთნელს ტიმს ეუბნება, იცი რა, მე გავდივარ. 1 წელი არ დავბრუნდები. დამასვენეთ. თან ხელით ძალიან მაწუხებს. წავალ და რაღაცეებს გამოვასწორებ. დავისვენებ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელის გამოაპირებს 1 წლის ჩაგდებას. მიუხედავად იმისა, რომ მან ეს თქვა. ბიჭებო, ადესანია მაგალითად იგივე ექნა, ოღონდ ადესანია 6 წელი აიღო, გახსოვთ? ერთ მომენტში ადესანია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და აღარ უნდოდა ამაზე საუბარი. მან უბრალოდ თქვა, მე ვიღებ 6 წლიან პაუზას და როცა დაუბრუნდები, ისევ კიკბოქსში ვიქნები. ეს იყო მისი თავაზიანი პასუხი იმაზე, რომ გარკვეული დროით აღარ აპირებდა ამ სპორტზე საუბარს. ის უბრალოდ ძალიან გამოფიტული იყო, მხოლოდ ამას გულისხმობდა. ასე რომ არანაირი მიზეზი არ არსებობდა შონისთვის სწრაფად დაბრუნებულიყო. შეეძლო არაფერი ეთქვა და დრო მოეგო საკუთარი თავისთვის, მაშინ როცა მას ყველაზე ნაკლებად უნდოდა ამ სპორტზე საუბარი. თავისი შეუვობს, რომლის კეთებაც გადაწყვეტილი აქვს. ამიტომ ვერ იტყოდა, რომ ამაზე საერთოდ არ ილაპარაკებდა. სინამდვილეში ის სხვა რამეს გულისხმობდა. მისმინეთ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან უკვე დაგეგმილი იყო ნურ მაგომედოვისა და დვალიშვილის ბრძოლა. ეს გარკვეულ დროს მოითხოვდა. შონი კი ამ პროცესის ბოლოს შეძლებდა დაბრუნებას, რაც დაახლოებით იმ 10-12 თვეს ემთხვეოდა, რაზეც თავიდანვე საუბრობდა. შემდეგ კი გაირკვა, რომ ნურ მაგომედოვი არც ისეთი მტკიცე კანდიდატი აღმოჩნდა ტიტულის პრეტენდენტობისთვის, როგორც თავიდან გვეგონა. ასე რომ გაჩნდა რეალური ინტერესი შონისთვის შანსი ისევ მიცემულიყო. პრობლემა ის იყო, რომ შონმა უკვე გააკეთა განცხადება. ილაპარაკა ტრამვაზე, ასე რომ სიტუაცია ცოტა არეულად განვითარდა. თუმცა დრო ყველაფერს კურნავს. ნურ მაგომედოვმა თავისი შანსი მიიღო. ნურ მაგომედოვს ამ შესაძლებლობის საფუძველზე ცოტა მეტი დახვეწილობით შეეძლო კიდევ ერთი სატიტულო შანსი მიიღო. მაგრამ უმარს, რომელსაც ბევრი ნიჭი აქვს, დახვეწილობა აკლია. ასე რომ, ახლა კონტენდერების ძებნა გიწევს. 125-ის კონტენდერებზე ვერ ისაუბრებ, ისე კორი სენთეგენი არ ახსენო. სენთეგენი ვახსენე და უალა, გუშინის არიელ ჰელმანის შოუში გამოჩნდა. და მან პირდაპირ განაცხადა. უფრო სწორად დააზუსტა. მას ჯერა, რომ შემდეგი სატიტულო ბრძოლას შონ ომალი გამართავს.
კორიმ პირდაპირ თქვა, მე პირადად მომწონს. ვიცი რომ შემდეგი შონი იქნება და ამის გამო ჯდომას და ტირილს არ ვაპირებ. შონი ახლახანს ვნახე. ის ვეგასში იყო, იდეალურად გამოიყურებოდა. წვრთნელთან ერთად იყო სავარაუდოდ საქმიანი ვიზიტი ჰქონდათ. მაგრამ აშკარა იყო რომ ვარჯიშობდა. ყოველ შემთხვევაში ეტყობოდა. თუმცა ვარჯიში და ტიტულისთვის მზადყოფნა სხვადასხვა რამეა. ამას ემატება ის ფაქტორი, რომ მერაბი უკვე მისი მთავარი მოწინააღმდეგეა, ასე რომ ბევრი რამეა და არ ვიცი რისი იმედი მქონდეს. მე ომალის ფანი ვარ. არ ვიცი ჯერ, ცოტა დრო მჭირდება ვიფიქრო. არ ვიცი ვისურვებდი თუ არა რომ მას ტიტულის შანსი მიიღო. რამდენიმე კითხვა მექნებოდა ჯერ და ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ ყველაფერი ცუდად წავიდა, შენ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდები. შენ შანსს კვლავ მიიღებ. გინდა ეს საჩქაროდ? პასუხი ალბათ კი იქნება. მე გიზიარებთ იმას, რაზეც თავად ცოტა დრო მჭირდება, რომ დავფიქრდე და განვიხილო. ჩემმა პროდიუსერმა ახლახანს გამოცნა. საქმე იმაშია, რომ ეს საკითხი აქტუალურია. ამას დამატებული ის კომენტარი, რომელიც კორი სენთეგენმა გააკეთა. თავად თქვენ რას იზავდით ბიჭებო, ამის ძალა რომ გქონდეთ. იქნებოდა თუ არა ეს დიდი ბრძოლა. ნურმაგომედოვის ბრძოლა ნანახი გაქვთ უკვე. დვალიშვილთან. ნახეთ ომალისა და დვალიშვილის ბრძოლა. თუ ამ ბრძოლებიდან რომელიმეს რემატჩს გეგმავ, რომლის ნახვას უფრო ისურვებდი ამ მატჩებიდან, ან იქნებ მესამეების დაამატებდი კორის. მაგალითად. ვის უნდა ეჩხუბოს მერაბი? შემდეგს. ჩემპიონობისთვის.